რა შეიძლება ხდებოდეს. ჩვენ ახლა რა თქმა უნდა მარტო ვერსიებზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რა ხდება რეალურად და გუშინ და დღეს უკვე რა გაგრძელებაც ვნახეთ მომდევნო წერილით და დღეს რა შეფასებებიც კეთდება, ეს რა დასკვნების საფუძველს შეიძლება იძლეოდეს ან დასკვნების თუ არა ვერსიების მაინც. ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია ხალხს ეს მოდის ქართული ოცნება რა პრინციპის ძალაა და მანდიდან გამომდინარე ნათელი ხდება, აი მაგალითად კონკრეტულად ღარიბაშვილის შემთხვევაში რა ხდება. ქართულ ოცნებამ აი როცა თავიდან დაიწყო აი ნაციონალურ მოძრაობას რო ებრძოდა და როცა გაერთიანდა ყველა ოპოზიცია პრინციპში ქართული ოცნება მანდიდან დაიწყო, ხო? მთელი ოპოზიციის ერთიანობას წარმოადგენდა, ხო? შემდეგ უკვე ყველა ის ადამიანები, ვინც მაშინ იყვნენ ქართულ ოცნებაში, გადაემტერენ და დღეს არიან პირიქით ქართულ ოცნებას ებრძვიან, ხო? მერე უშუალოდ ქართული ოცნების ისეთი ყველაზე მაღალი თანამდებობის ხალხი, პრეზიდენტები, ყველა პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი გახარიას სახით და აშურის ეგ საინტერესო დაკვირვება არის, ჩვენ რომ თუ არ გადავალოთ 2011 წელს შექმნილ ქართულ ოცნებაში ვინ იყო და იქიდან რამდენია დღეს ისევ ქართულ ოცნებაში და შეიძლება 15 წელი ხელისუფლებაში ხარ იგივე ხალხი არ იყოს, მაგრამ რამდენია დარჩენილი კი რამდენი არ დაუპირისპირდა ქართულ ოცნებას. ავინახავთ რომ ალბათ ძალიან მიზერული ნაწილი. კი, აი უყურე ვინც არ დაუპირისპირდა, ეგეც უნდა თქვათ. ანუ ვინც არ დაუპირისპირდა ისეთი ხალხი იყო, ვისაც პოლიტიკური ამბიციები ნაკლებად ჰქონდათ. ხო, ეგეთი ხალხი არ დაუპირისპირდა. ვიღაცა რა სხვა მიზნით იყო მოსული. სხვა მიზნით იყო. ის მიზანი მიღწეულია და წავიდა. ფინანსური მოთხოვნილებები დაიკმაყოფილა და წავიდა. ხო, ეხლა რაშია საქმე? საერთოდ ქართული ოცნება არის ასეთი სისტემა, აი ასე მუშაობს ქართული ოცნება. ეგ არის ყველა ზოგადად ასეთ ქვეყანაში ცხოვრობთ. ეგ თუ კი ვიღაცას პოლიტიკა აინტერესებს, მაგას დიდი მნიშვნელობა აქვს და ყურადღება უნდა მიაქცევს. ბიძინა ივანიშვილი არის ერთპიროვნული მმართველი, ხო? ეხლა რა თუნა ამას, ეგ ყველა მის ბავშვმაც იცის მთაში. ხო და ხალხი ვინც მოყავს და უმაღლეს თანამდებობებზე სვავს, თავისთავად ცხადია ეხლა ადამიანის ბუნება როგორია? ადამიანის ბუნება არის რაღაცა დროის მანძილზე ამბიცია უჩნდება. ეხლა თუ მნიშვნელოვან თანამდებობაზეა, ხო, ეხლა ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე ის მერე თulis რომ ეხლა ეს ამ ადგილზე კი არ დამსვეს მეკუთვნოდა. ხო, ეგეთი აზრები უჩნდება ადამიანს. ხო და მანდიდან გამომდინარეობს ზოგადად აი როცა ადამიანი თან რაღაც პოპულარობასაც იძენს, ხო, ეხლა აქებენ ეს ოცნების სისტემა, ხო, ვიღაცა პრემიერი რო ხდება, აი ეხლა მაგალითად ღარიბაში ხო ყველა ლანძღავს. როცა პრემიერი იყო, იგივე ხალხი, ვინც დღეს ლანძღავენ, ზუსტად იგივე ხალხი ძალიან აქებდა, ცაში იტაცებდა ქება დიდებით. ხო? აი ხა მაგალითად ვინც კობახიძეს ლანძღავს, კობახიძე რო გადააყენონ, იგივენაირად გალანძღავს. ან ვინც კობახიძეს აქებს დღეს, ხო, რო გადააყენონ ხვალ, იგივენაირად მოუტრიალდება, გალანძღავს, არანაირი პრობლემა არ ექნება, ხო? ამიტომ ეს ქება ეგეთ შთაბეჭდილებას იწვევს, რომ ეს ქება მართლა მაქებს ხალხი, თანამდებობაზე რო ვარ პოლიტიკური ამბიციები უჩნდება ხალხს და ბიძინა ივანიშვილი ამ ხალხს დროთა განმავლობაში ცვლის, იმიტომ რომ დროთა განმავლობაში ის ადამიანები კავშირებს ამყარებენ, იმ თავისი თანამდებობიდან გამომდინარე ფულს აკეთებენ, ასევე სხვა თანამდებობებზე მყოფ ადამიანებთან ურთიერთობებსაც აბავენ და ეს ყველაფერი შეიძლება მერე უფრო რაღაც რთულ სქემებში გადაიზარდოს, ხო? ამიტომ ეგეთ ადამიანებს არჩევს იმ ნიშნით, რომ მაღალი რაღაცა პრეტენზიები არ უნდა ქონდეთ, ასე ვთქვათ. აი, მაღალი ამბიციები. თუ მოხდა აუთვარისწინებელი შემთხვევა და ვინმეს გაუჩნდა, იმიტომ რომ ყველას გაუჩნდა ხოლმე ჭამაში მოსვლა და ამიტომ ვიღაცებს თუ გაუჩნდათ ეგ
იმის მიმართ არის ძალიან მკაცრი. იმას მერე პოლიტიკურად რა ამბიციებიც უჩნდება იმის წინააღმდეგ მერე მთელი ის თავისი ხალხი ლანძღვას უწყებს და ნულდება პოლიტიკურად ასე ვთქვათ და თუ ფინანსური რაღაცა ბერკეტები მოპოვებული აქვს ის ფინანსური ბერკეტების ჩამორთმევაც ხდება ხო? და სხვათა შორის აი მაგალითად ავიღოთ აი პატარა გადახვევა გავაკეთოთ ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ რა ხდება ქართულ ოცნებაში რას შეეწირა ღარიბაშვილი და მე მაინც მგონია რომ ღარიბაშვილი როგორც უხერხულობა ქართული ოცნებისთვის დასრულებული არ არის და ამას ჩვენ პერიოდულად ნახავთ ძალიან ცუდი სუნი უდის ამ ყველაფერს მე ეგეთი წინაცნობა მაქვს რომ ეს არ იქნება ბოლო აქ რაღაცა ძალიან ცუდი ქვედინებები მიდის აი ხო გახარიას შემთხვევა ავიღოთ ადამიანი რომელიც ასევე საკმაოდ გაპიარებული მათი გუნდის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო, სხვადასხვა თანამდებობები ეკავა. წავიდა თუ არა გუნდიდან, ანუ გახარია იყო პრაქტიკულად ერთადერთი, რომელიც სანამ გაუშვებდნენ თვითონ წავიდა. და წავიდა ისე, რომ პოლიტიკური დივიდენდები წაიღო და პარტია შექმნა. იმდენად გამწარდა ამაზე ქართული ოცნების ბიძინა ივანიშვილი, რომ პირდაპირ თქვა, რომ დავიჭერო და ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ ის ცნობილი კადრები და მე კაც საქმე აღუძრეს ისეთ საქმეზე, რომელზეც თავის დროზე ლამის მედალი დაკიდეს. ჩორჩანას ეპიზოდი. თუ იქ ხო, თვითონ თურმე ანუ ერთი და იგივე სქემა. ხა კაც ღარიბაშვილს ეუბნებიან, რომ 700 მილიონი დოლარი გაქვს მოპარული, ჯერა რომ და არაბრარებენ, მაგრამ რა არ მჯერა, იცი, რომ არ მჯერა, რომ ეს არ იცოდნენ. არ მჯერა რა როგორც ეხა მაგალითად იქ ბლოკპოსტის ჩადგმა არ იცოდა თურმე არავინ და მე გაარკვიეს როცა გახარია წავიდა და ოპოზიციაში წავიდა და მე აი როგორც ეგ გამოიყურება ეხა 3 წლის ბავშვიც რო არ დაეჯერებს ისე ტყუილად იგივენაირი ტყუილია რომ 700 მილიონი დოლარი მოიპარა ღარიბაშვილის კლანმა და ეს გაიგეს მე. კი, მანამდე არ იცოდა. საერთოდ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი ეგეც ასახსნელია. საერთოდ ადამიანი, როცა ახლა მაგალითად საუბრობთ პრემიერ-მინისტრზე, ხო, ნებისმიერი ადამიანი, ვინც პრემიერ-მინისტრად ნიშნავენ, ხო? რა თქმა უნდა, ეგ ასე არ გამოიყურება, შეიძლება ხალხს შეცდომით რაღაც არასწორი წარმოდგენები შეექმნას. ეგ არ გამოიყურება დანიშნა როგორ იცით, აი ეხა შენ დაგნიშნავთ პრემიერ-მინისტრად და რასაც გეტყვით იმას გააკეთებთ. ასე არ გამოიყურება. ხო, ადამიანს სინამდვილეში გონია, რომ რაღაცის გამო რაღაცა მისი უნარებიდან გამომდინარე, ის კაი კანდიდატურაა პრემიერ-მინისტრის. მაგრამ სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილი არჩევს ისეთ ხალხს, ვისაც ნაკლებად შეუძლია პოლიტიკური ამბიცია გაუჩნდეს. ეგეთ ხალხს არჩევს. აი ხა მაგალითად რაზეა იცი საუბარი? აი სხვადასხვანაირი სცენარები განიხილება, ხო? განიხილება ის სცენარები, რომ მაგალითად ეს ყველაფერი დადგმული ხო არ არის და ბიძინა ივანიშვილის ხო გეგმა ხო არა. არაფერი ერთი რაღაცა უნდა ესმოდეს ყველას. ღარიბაშვილის პოლიტიკაში აი პოლიტიკური ამბიციები საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ ღარიბაშვილი პარტიას ქმნის. ეს ყველას უნდა ესმოდეს. ღარიბაშვილის პოლიტიკური ამბიციები, ანუ პოლიტიკურად აქტიურობა ნიშნავს იმას, რომ ის უშუალო წევრი იყო ქართული ოცნების და უმაღლეს თანამდებობაზე იყო და ანუ პირდაპირ კავშირში იყო ყველა საქმესთან და შესაბამისად შეუძლია ისე ილაპარაკოს შიდა სამზარეულოს თემები. რაც გარეთ გამოიტანოს შიდა სამზარეულოს თემები ისეთები, რომ დააზიანებს ქართულ ოცნებს. ანუ აქ საინფორმაციო აქტიურობაზეა ლაპარაკი. ღარიბაშვილი, ანუ იმის თქმა მინდა, რომ ეხა პარტია შექმნა და რაღაცა იხულა და ეგ არ მოხდება, ეგ შეუძლებელი სცენარია. რეალობა არის ასეთი. ღარიბაშვილი თუ დაიწყებს ქართული ოცნების შიდა სამზარეულოს გარეთ გამოტანას, ხო, ეგ დააზიანებს ქართულ ოცნებას. და მაგას დაიწყებს იმ შემთხვევაში, თუ უკან დასახევ გზას არ დაუტოვებენ. წერილი, რომელზეც ლაპარაკია,
ხო, წერილი ემსახურება ასეთ რაღაცას. ეხლა მე თუ უკან დასახებ გზას აღარ მიტოვებთ, მე თუ უკვე იმდენად ანუ ისეთ დღეში მაგდებთ, რომ რა ვიცი, მაშინ საერთოდ ხო, მაშინ საერთოდ ვილაპარაკებ ყველაფერს, არაფერი თუ არ მაქვს დასაკარგი. ანუ საბოლოო ჯამში აი აქ ყველას უნდა ესმოდეს რაღაცა რთულ შეთქმულების თეორიების მოგონებები კი არ არის საჭირო. აქ სამდე მარტივი რაღაც ხდება. მარტივი რაღაც ხდება. ღარიბაშვილი თან წარმოვიდგინოთ ეს აქ რამე გასაკვირი კი არ არის რაც ხდება. უყურეთ ქართული ოცნება როცა იყო ყველაზე რთულ მდგომარეობაში, პირდაპირ მნიშვნელობით ყველაზე რთულ მდგომარეობაში როცა იყო, ღარიბაშვილი მაგ დროს დააბრუნეს პრემიერად, გახარია გადადგა. გახარიამ რასაც არ მოვაწერა. ხო, გახარია პირდაპირ დაუპირისპირდა უკვე ქართულ ოცნებას, მაგ დროს ღარიბაშვილი დააბრუნეს. ღარიბაშვილი ლილუაშვილი იყო სუსის ხელმძღვანელი ხო და უფროსი და ანუ ეს მთელი ეს ჯგუფი თვლიდა უკვე რომ ნუ ესენი საჭირო ხალხია მათ გარეშე არ მუშაობს ხო და რა თქმა უნდა მათ გაუჩნდებოდათ ისეთი ამბიციები რომ აი ბიძინა ივანიშვილი რაღაცაში შეიძლება არ გაეთვალისწინებინათ. ამიტომ აქ სინამდვილეში ხდება ასეთი რაღაცა. ეს ამ ხალხს გაუჩნდა რაღაცა ისეთი ამბიციები, რაც ბიძინა ივანიშვილს არ უნდოდა. ეხლა აი რატო ლაპარაკობ, იცი? ეხლა ოფიციალური ვერსია არის კორუფცია. ხო? კორუფცია თუ კი ვიღაცას ჯერა რომ კორუფციას ებრძვის ქართული ოცნება, მაგას, რა ვიცი, საბავშვო ზღაპრები იკითხოს მაგ ადამიანს. ხო? ეხლა რაღაცა საბავშვო ბაღის დონის თემაა ეგ. ქართულ ოცნებაში ხალხი არის კორუფციისთვის. და რაღაცა სისულელეების დაჯერება ერთმანეთზე არაფერს არ მოგვიტანს. ეხლა ეგრე ვიღაცა შეიძლება უცხოეთს ისე ელაპარაკება, რომ ვითომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ქვეყნის მმართველი, მაგრამ ყველამ ხო ვიცით არა რეალობა. ეგრევეა კორუფციის თემაც. ეხლა ყველამ ვიცით, რომ ქართული არის ერთი დიდი კორუფცია, ქართული ოცნები, ქვია ამ ყველაფერს, ხო?